პუნქტიდან, თელავიდან. ეგ გამოვიდნენ თელაველები. იმოდებიან ამდენი. გამოიდნენ. თელაველები. გამოვიდნენ. ნახო, გამოვინაძობენ. ქალაქელი კახელები და თელაველი. გამარჯობა, გამარჯობა, გოგჯანგი. გამარჯობა. მიწაწყალო, როსტომაშვილო. აქა ვარ, აქა. შეიჭირე. უდელურებს აყვებიან. უდელებ, ხო, მას. ახლა სიდედი დაკარგა, სიდედი და გაზეთში განცხადება გამააკრო. დაუკარგეს სიდედრიო. ოვნეს ეხლა დაუკრეფებში კი ეგ ყველაზე უფროსი ვარ ასაკიანი და ერთი ახალგაზრდა გოგო სადღაც ო რაღაცა შემომეფეთა იყო რა ხო და დაიკარგა და მე ვიკითხე სად არის გათხოვდა ნუ გათხოვდა ერთი თვის საბავს გეუნე მირეკავს აუ როგორ ახარ კარგად სადა ხარ დამიჭირესო ციხეში ვზიო რა უთხრა ხო შევიცხადე რა მოხდა რა არის რაღაც რამდენი მოგწეს მე 18 წელია აუ ახალგაზრდა გოგო 18 წელი მე ვთხარი რა გიჭირს და რაღაცა მითხარ ეს რაღაცები იქნებ მომიტანო რაღაცა მომიტანო და იქნებოდა თანაც დღესაო და მე ვთხარი დღეს არ მსალია და ხვალე და ზეგრო იყოს არა დღესა მაინც ამოიცო და შენი ჭირემეობა ჩემო გეგე ოღონ დღეს მომიტანე და რო გამოვალ აუცილებლად პატივს აქცემო რა ეხლა ვიზახი 18 წლის შემდეგ 83-ისა გამოდივა რა პატივინაცეს ეხლა რო გამოვა რა მაინტერესებს მე უნდა დაუცადო თქვენი არ ვიცი მაგრამ ეთას არ იძახი ჰა დიდი გარშოკი თუ გადამაყენებს თუ არ ვიცი 83 მაის უნდა დაუცადო მაიტო ბატონ გეგის ბევრი ცოლები ყავდა რა ცნობილია ყველა ეხლა და ერთი არა რამდენი ცოლი ენა მარგიყილოს გაჩედიხნა რამდენი ცოლი ყავდათ მეექვსე ეხლა ბოლოს წინახე მართლა მეექვსე ხო შახაბაზე იყო მეტრა 40 და 40 ცოლი ყავდა და 2 მეტრა კაცი ვარ 6 ცოლი რა ხო პროფილში ვარ 6 ცოლიო და არ ვკითხო არა ეხა მაგას მოვყევ და გააგრძელოს და მეოთხე ყავდა თუ რაღაცა და თელავშია ჩასული და მაშინ ცხონებული დედამისი ძალიან არჩილობრი ხარ იყო ცოცხალი იყო და ძინავს თურმე ამას დილას და მიდის პურზე დედამისი და მეზობელს დაუძახია რომ ხო ჩამოვიდაო რას მიდიხარ ეს მოხუცი კარი ზამთარია რომ არ წაიქცეს რა რამდენი პურზე გავშვიდე ცოლი მამიყარა ეგ ესო ბოლო ცოლია არა ეს ბოლოს წინა ბოლო ბეგრელი უნდა მოვიყვარო რატო და კარგი ტირილი იცი არის ეხლა თქვენ მოგვიყევით ერთი ჩემ მეგობარმა უროლოგმა ოპერაცია გაუკეთებთ მეზობელი რაიონის პაციენტს კარგად დამთავრდა ყველაფერი რაღაცა და რამდენიმე ხნის შემდეგ დაკვატიჟა კაცმა რაღაცა და ჩვენ წაგვიყვანა უროლოგმა რომ მიოდი გააცნო ჩვენთან და ჩემზე უთხრა რესავე ერყულის ექიმიაო იმის ცოლმა უცებრად შაქრო ჩვენ გოგო რო წარამარა ცივდება და ანგინები აქ იქნება გავასინჯოთ რა გავასინჯო გალო 17 წელს გახდა ნიფხუჩაცმა ვერ ისწავლაო არის ის აიდანაცა ცივდება ვარი თუ რაღაცა ისამა რაღაცა და დავხედით სუფრასთან მიდის კარგი ხენიერი კეიფი ყველაფერი რაღაცა და ერთ საათი გავიდა თუ რაღაცა და ის მოვიდა და ცოლი და ეუბნება რომ შაქრო მოიდა გოგო და იქნება მაინც გასინჯოს რა გინდა გააკი თავში გვაგიხლია თუ და შამა იყო მე ვთქარი როგორ ვიგადე აქ ხო არ გავსინჯავდა ხაში გვერდზე ოთახში მეთქი რაღაცა და ეხლა ხო ვიცი რამის მამის ნათქვამი რაც თქვა გავედი რაღაც არც ინსტრუმენტები ხარ მე ვთქარი გააღეშვილო პირი შოლტივით გოგო რაღაცა გააყვირი ჩემ უი მე მეთქი გასცივდება არა იქნა დროში კი არ გაცვია მეთქი კაშტერებული რაიცი ექიმო აი რო ჩახედე ჩანს მეთქი და მართლა ხო მეთქი და შენი ჭირემო 3 დღეო მაგალ თაკვილი მეთქიო და ვერ იგებენ იქნებ ქვეშ და შამაფრე ნამდვილი ამბებია მართლა ეს ნამდვილი ამბებია ის ყველაფერი რაც მოყავდა დავიწყდა გეგეს ხო გეგემ ჩამოიყვანა აკლემი ნამდვილი ორჯონში პარკის შესასვლელში აკლემი უდგათ
სურათს გადაიღებ და ფულს აკეთებენ რა, ამითი რა. აი ცოლებზე რო გადაცემაზე მიმიწვეთ, იქ მოყვები აკლები. ხოდა ეს პატარა ბავშვი მოვიდა, კაც პირი წავუყო რა, გეხვეწები კუზები დუხარ შამსო, აკრედზე შამსი, კისერზე შამსიო რა. კისერზე შამსი, გეგეზე გეხვეწები კისერზე შამსი და გეგე მგახედე. შვილო, სამი ოჯახი ვზივართ ამაკლების კისერზე. ვერ ვიხორები და სახში მას ვიტყოდა, მე დავაგვირგვინე. კარგი. აღარ უთრალე მივიდა 4 საათია დილის და უშუქობა. აი ხელებს ცეცევიჩე. მარო! ჰაო, გაგონა, დაიწყე წევლა, ლოგინ ვერ აუყოლობ, შეკეთი. ეხლა ავდგებ ფესს და იქ მოვა. აი მე ლოგიზერა ვაგვირგვინებთ. ვაგვირგვინებთ. მართლა ეგრე კი არ არის, სუმარტო ანეკდოტებს რო ყვებით. უშენიერესი პოეტი არის ქალბატონი ბელა შალვაშვილი, რომელსაც ძვირფასი ლექსი აქვს მიზღვნილი კახეთზე და კახელებზე და თქვენის ნებართვით ამ ლექსით დავაგვირგვინებ დღევანდელ აი ამ ჩვენ შაკრებას. ურიცხვი ვარამის მნახველები სხედან ბუბუნებენ დინჯი კახელები. არაპირ ბოშნი და საქმე ნაღდები სხედან მკერცაშინა პატარა ნაღმებით. თითქოს აფასებენ ნაჯაფ ნახელავებს დროდადრო კოჟრიან ხელებს და ხედავენ. დროდადრო თითქოს და ოცნებას აპურებენ. ზეცას კრძალვითა და კდემით ახურებენ. ალაზნის ველივით დაფიქრებულები, დაუნჯებულები სათქმელი თულებით, მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა, აჰა, ალავერდი, სიდინჯე გახელება, თუმცა უწყიან რომ სოფელი წამიერობს, მაინც ამღერიან მრავალჟამიერო. 1000 ჭირისა და ვარამის მნახველებო, ეს თქვენ გაგიმარჯო ძმებო, კახელებო თქვენ გენაცვალე.